მოგესალმებით მეგობრებო, შემოდით და ვისაუბროთ ახალი წლის ტენდენციებზე მეგობრებო. მეთან დავანთებ პავლო სანტოს მეგობრებო, წმინდა ხეს. მეგობრებო, ვინც ნახა ჩემი წინა ლაივი, ალბათ 21 დეკემბერს გააკეთეთ მანიფესტაცია ჩაიფიქრეთ სურვილი, ხო? ვინც ვერ მოასწრო, არა უშავს, კიდევ გაქვთ შანსი მეგობრებო წელს, იმიტომ რომ 31 დეკემბერს გვექნება ახალ მთვარეობა. ახალ მთვარეობა საკმაოდ ძლიერ პორტალს ხსნის იმისთვის, რომ ჩვენ ჩავიფიქროთ სურვილები. შესაბამისად 31 დეკემბერსაც გაქვთ შანსი, რომ ჩავიფიქროთ სურვილი. ვინც დავუშვათ 21 დეკემბერს არ გააკეთეთ, ან ვერ მოახერხეთ მანიფესტაციის გაკეთება, ანუ სარკისებრით არ რო გქონდა. კიდევ გექნებათ საშუალება 31 დეკემბერს მეგობრებო. და სწორ მანიფესტაციის ტექნიკებზე პრინციპში წინა ლაივში ვსაუბრობდი. მაგრამ ეხლა განმეორდები ისეთ მთავარ კანონზე, რაც არ უნდა დავარღვიოთ, ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი სურვილი სამყარომ შეისმინოს, ხო? ეს არის ნეგატიური ფორმულირებების გარეშე საუბარი. რა იგულისხმება ნეგატიურ ფორმულირებაში, ხო? როდესაც დაუშვათ ადამიანი ამბობს, რომ აი მე არ მინდა რომ ეს მოხდეს. ეს არის უკვე ნეგატიური ფორმულირება. ანუ იმაზე კი არ უნდა ვფოკუსირდეთ, რაც არ გვინდა რომ მოხდეს, არამედ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც გვინდა რომ მოვიზიდოთ. აი სწორედ ასე მუშაობს მანიფესტაცია, ამიტომ 31 დეკემბერს ახალ მთვარეობას საკმაოდ კარგი დღე არის, რომ მოიცალოთ. კი ვიცი, რომ საახალწლო სამზადისი იქნება და ქაოსი, მაგრამ სულ აი 5-10 წუთიც რომ გამოყოთ იმისთვის, რომ ჩამოწეროთ დაუშვათ თქვენი სურვილები შემდეგი წლის, ხო? და უთხრათ სამყაროს, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო. ეს ახალი წელი მალე დგება, მეგობრებო, ესე იგი ძალიან სწრაფად ჩაიარა ამ წელმა. და მართლაც ფიზიკოსებიც ამბობენ, რომ მინიმუმ 3-ჯერ არის აჩქარებული პლანეტა რეალურად. ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში შეგრძნებების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 საათი კი გვაქვს, მაგრამ იმდენ სწრაფად გადის, რომ თითქოს გვაქვს 16 საათი მხოლოდ. ძალიან სწრაფად მირბის დრო, ანუ 10 წლის წინ რომ გადიოდა ვთქვათ 1 საათი და ეხლა რა სწრაფადაც გადის 1 საათი, მე ვფიქრობ თქვენს დამეთანხმებით, რომ მართლა იგრძნობა, რომ აჩქარებულია პლანეტა. ხო, ვისაც გაინტერესებთ მეგობრებო, პავლოსად უკვე აქვს წმინდა ხე მარაგში, ახლა თან ძალიან კარგია საახალწლოდ, აი მით უმეტეს ახალ მთვარეობაზე წმენდები რომ გავაკეთოთ, ხო? პავლო სანტო დავუშვათ რომ გამოიყენოთ ან სეიჯი ან აურის გავწმენდი ჭხირები თუ გაქვთ, ხო? მშვენიერია იმისთვის რომ ენერგეტიკა გავწმინდოთ, რომ ეს ახალ წელთან ერთად აი ახალი დადებითი ენერგიები შემოვიდეს. ამიტომ გამოიყენეთ სეიჯი, ხო, სალბი თუ გაქვთ ან პავლო სანტო წმინდა ხე. საკმაოდ კარგია და მნიშვნელოვანია, რომ გაწმენდილი აურით შევიდეთ ამ ახალ წელს. შევიდეთ ამ ახალ გველის წელიწადში. თუმცა, მეგობრებო, აქ აღსანიშნავია ეს ნიუანსი, რომ რეალურად ხო გველის წელი დადგება 29 იანვარს. ანუ 31-ში ჯერ კიდევ მაინც ჩინური კალენდრის მიხედვით მაინც დრაკონია ჯერ. ამიტომ 29 იანვარსაც მე გირჩევთ, ვისაც მაინც გინდათ რომ დაარბილოთ გველი და გველის წელი კარგი იყოს თქვენთვის, გირჩევთ რომ 29 იანვარსაც რომ აღნიშნოთ. იმიტომ რომ რეალურად შემოვა 29 იანვარს მეგობრებო. ჩინური კალენდრის მიხედვით.
და ესეც მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ რომ კი ეხლა აღნიშნავთ კი რაღაცა პატივსაც მივაგებთ გველს კი ბატონო ის ამას დაინახავს მაგრამ რეალურად მაინც შემოდის 29-ში და ესეც მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ და ძალიან გაუხარდება 29-შიც თუ აღნიშნავთ მაინც ხო კარგი იქნება ჩვენ ვამონტაჟებთ ახლა საკმაოდ ვრცელი გამოვიდა ესე იგი შემდეგი წლის პროგნოზი და იქ უფრო ცალ საუბრობთ თუ რა ელის ჩვენს ქვეყანას რა უნდა გავითვალისწინოთ რა ტენდენციები იქნება ხო იმიტომ რომ ძალიან გარდამტეხი წელი იქნება ნამდვილად 2025 აი უზენაესი პლანეტები ნეპტუნი და ურანიც კი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და თქვენ მოგეხსენებათ რომ აი დეკადების განმავლობაში ერთ ნიშანში დგას ხოლმე ამიტომ წარმოგიდგენიათ უკვე ხო აი რამხელა გლობალურ ცვლილებებზეა საუბარი რომ საერთოდ ახალ ეპოქაში რომ შევდივართ ხო და ამ ყველაფერზე საუბრობს არა მხოლოდ ნუმეროლოგია რომ ცხრიანი არის და ასრულებს 9 წლიან ციკლს შემდეგი წელი ამავდროულად ასტროლოგიური ტენდენციებიც ხო ბევრი რამ იცვლება მათ შორის კვანძების ტრანზიტიც მაგრამ აი წინა ლაივში მე ვთქვი რომ არ იცვლებათ ხო რეალურად ვედური გამოთვლებით ასეა ანუ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ესე იგი დასავლური ასტროლოგია სხვა არის ვედური გამოთვლები საერთოდ სხვა არის დაახლოებით 23 გრადუსია სხვაობა ვედურ გამოთვლებს და დასავლურ შორის ხო ანუ პლანეტარულად და ეს საკმაოდ დიდ სხვაობას იწვევს ამიტომ ვედური გამოთვლების მიხედვით არ იცვლება იანვარში მაგრამ დასავლურის მიხედვით იცვლება კი ბატონო კვანძები იანვარში და მაგაზეც ვცლად ვსაუბრობ იმ ვიდეოში ახლა პროგნოზს მალე ავტვირთავთ ამ დღეებში ხო რომ თქვენს მოასწროთ მომზადება სწორედ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს ხო და ვინაიდან ახალ წელს ჩვენ გვექნება კომბინაცია მზე და მთვარე ორივე თხისრქაში ხო და შეერთება ხო სახალმთვარეობა საკმაოდ ძლიერი პორტალი გაიხსნება ანუ არა მხოლოდ თხისრქებისთვის დავუშვათ ხო ყველასთვის გაიხსნება საკმაოდ ძლიერი პორტალი იმისთვის რომ თქვენ ჩაიფიქროთ სურვილები და მოგეხსენებათ ზოგადად თხისრქა არის ნიშანი მიწის სტიქიის ხო მართავს სატურნი და არის კავშირში დისციპლინასთან თვით დისციპლინასთან ორგანიზებულობასთან დაგეგმარებასთან და ამბიციებთან და მიზნებთან ხო ამიტომ საკმაოდ ძლიერი დღე არის 31 დეკემბერი მზე და მთვარე ორივე რომ იქნება თხისრქაში რომ თქვენ ჩაიფიქროთ სურვილები თქვენი მიზნები გრძელვადიანი მიზნები, რომ ჩამოწეროთ, აი რა გინდათ რომ მოხდეს 2025 წელს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინოთ, რომ ეს უნდა იყოს რეალობასთან მიახლოებული, მეგობრებო, ანუ მთლად კოსმოსში გაფრენა არა, ანუ დაუშვათ ფინანსების აი გაორმაგება ჯერ ხო, ანუ გასამაგება ხო, გასმაგება ჯერ არა, ანუ ეტაპობრივად ჯობია რომ მიყვეთ. ანუ ისეთ რაღაცები ვთხოვოთ სამყაროს, რაც ფიზიკურად შესაძლებელია. ყველა ასტროლოგი გაისუსა მარტო შენ დაგვრჩია. ხო, მე არც ვადევნებ თვალს იმდენ არ ვიცი კომენტარი გააკეთეს თუ არა, მე სულ საუბრობ ხოლმე ამ ტენდენციებზე. წლის დასაწყისშიც გავთხილებდით, რომ ძალიან გარდამტეხი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის სოციალურად და პოლიტიკურად ეს წელი. მაგრამ შემდეგი წელი კიდევ უფრო გარდამტეხი იქნება, მეგობრებო და მაგაზე ვრცელი პროგნოზი ჩაგიწერეთ და ამ დღეებში აიტვირთება აუცილებლად, რომ თქვენც მოასწროთ ამ ყველაფრის მოსმენა, იმიტომ რომ მართლა საქართველოსთვის კარნულად ძალიან გარდამტეხი პერიოდია ახლა და ამაზე ვერ გავჩუნდებით. ეს მაინც თითოეულ მოქალაქეს ეხება. ანუ ეს ჩვენ მაინც გვეხება, ხო და კარგია ამ თემის განხილვა ასტროლოგიური კუთხით, რომ აი რა ასპექტები იწვევს და ასე შემდეგ. და ჯერ კიდევ ზაფხულში ვსაუბრობდი, რომ გქონდა ისეთი სამოქალაქო ომის ასპექტირება და საშიშროება. საუბრობდი კი და ეგ ლინკები თუ არ ვცდები იმ პროგნოზის ქვეშ დევს, ხო, კი, დევს, რომ ნახოთ ის ვიდეოები. მეგობრებო, თან ახლა მარსის რეტროგრადულობა რო გვაქვს, რეალურად რა შვება რეტროგრადულობა მარსის, ხო, ეს ხო ომის და ბრძოლის პლანეტა თან ჯერჯერობით ლომში დგას, ხო, იანვრის დასაწყისამდე.
ხო, და ეს მარსი ლომში ხო ისეთი აქტიურია ძალიან და ეს არის კავშირში უკვე რა ხალხის თავმოყვარეობასთან რეალურად, ხო? და არის ნეგატიურ ასპექტირებაში პლუტონთან, ხო? ანუ ამ ყველაფერს აქვს დამანგრეველი ძალა. ამავდროულად მარსი გახდა რეტროგრადული, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, მეგობრებო, რომ გაიწელება მაინც ეს. ანუ ეს პროცესი არ შეჩერდება მალე. გაიწელება თებერვლის ბოლომდე, კერძოდ 23 თებერვლის ჩათვლით, ხო, 24-მდე ჩვენ გვაქვს მარსის რეტროგრადულობა, რაც ავტომატურად წელავს პროცესებს. წელავს. ამიტომ გაიწელება ეს ყველაფერი და პლანეტის რეტროგრადულობა რატომ არის ხოლმე ცოტა საშიში, იმიტომ რომ ეს პლანეტა ხდება უკონტროლო მერე. აი დავუშვათ მერკურის რეტროგრადულობა რო გვაქვს ხოლმე წელიწადში 3-ჯერ, მე ყოველთვის გავთხილებთ რომ ვინაიდან მერკური მართავს ტექნიკას და ტრანსპორტს, იყავით ფრთხილად რომ ავარიების საშიშროება არის ხოლმე იმ პერიოდში და იმის რომ ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან და მართლაც ასე ხდება ხოლმე და ასე არის მარსის შემთხვევაშიც. ანუ აგრესია ხდება უკონტროლო, როდესაც მარსი გვაქვს რეტროგრადული. გასათვალისწინებელია ეს მithumetes იმ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, რომ მარსი პლუტონის დაპირისპირება ეხლა. ანუ თან პლუტონი გრევა ტრანსფორმაციები, ხო? ტრანსფორმაციული და დამანგრეველი ენერგიები. ამიტომ ეხლა მე მაინც ყველას მოგიწოდებთ, რომ საკმაოდ ისეთი აგრესიული ენერგიებია ეს. აურა ხო ტრიალებს მაინც ეს ეგრეგორი და გირჩევთ რომ არ აყვეთ მაინც აი პროვოკაციებს და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ იმ შვიდად მივიღოთ აი ის ცვლილებები, ის პროცესი, რაც ხდება და ცვლილებები აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ უზენაესი პლანეტების მდებარეობაც კი იცვლება შემდეგ წელს და ანუ ეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში რეალურად, აი მსოფლიო პოლიტიკურ წყობას შეცვლის, მაგრამ ეს გრძელვადიანი მოვლენაა რეალურად. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ თაობაზე, რომ ახალ თაობაში, ახალ ეპოქაში შევდივართ საერთოდ ყველა მეგობრებო კოლექტიურად. ლომებისთვის როგორი პერიოდია, ხო? აი მარსი გვაქვს ახლა ბრძოლის პლანეტა ლომში და ამიტომ ცოტა გააგრესიულებულები არიან და ყველა ლომს მე მაინც ვურჩევ აი არ დაკარგონ ეს თვითდისციპლინა, იმიტომ რომ აგრესიული ტრანზიტებია ახლა მარსი გვაქვს ლომში, ხო ეს ბრძოლის პლანეტა თან პლუტონთან დაპირისპირებული, ამიტომ ლომებისთვის კარგია ფიზიკური აქტივობა, რომ არ იყონ პასიურები. ახლა ეს ენერგია რაღაცაში რომ გამოიყენონ, აი რაღაცის შექმნა შეგიძლიათ, რაღაცა საქმის წამოწყება, ხო, ან სპორტი დავუშვათ, ხო, ეს ენერგიის სუბლიმაცია რომ მოხდეს. რომ ჩვენ არ გადავიდეთ აი ამ კონფლიქტურობაში. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ გვაჯანჯღარებს სამყარო, ხო, ნამდვილად. კი, ნამდვილად, საკმაოდ გადამტეხი პერიოდია უკვე. და ზოგადად კაცობრიობა ფხიზლდება თითქოს, ანუ ეს ტენდენცია უკვე შესამჩნევია სხვა ქვეყნებშიც. კი. თუმცა რთულია, კი, რთულ პერიოდში ვცხოვრობთ ნამდვილად. ეს ფსიქიკისთვისაც არ არის მარტივი ახლა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რო შევხედოთ, ფსიქიკისთვისაც რთულია ახლა ამ არასტაბილურობის გადახარშვა, მაგრამ ნუ გვჭირდება. საბოლოო ჯამში. კი ბატონო. და აუცილებლად უნდა ვთქვათ, კიდევ მნიშვნელოვან თემას შევეხები, ეს არის სტერეოტიპი. რომ აი დავუშვათ, ვინაიდან გველის წელი მოდის, რომ აი ყველა გველისთვის, აი ვინც გველის წელშია დაბადებული, იქნება მაინც კარგი. არა. ეს არის სტერეოტიპი, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე რომ აი ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ აი დავუშვათ თქვენი ნიშნის წელი რო დგება, პირიქით შეიძლება უამრავი პრობლემაც მოხდეს თქვენ ცხოვრებაში იმ წელს და დიდი გამოწვევების პერიოდია ხოლმე, ხო? ხშირად მწერენ ხოლმე, ვთქვათ, კატაკურდღლები მწერდნენ 2023 წელს რო გქონდა ეს კატაკურდღლის წელი, რომ აი საშნელი წელი მქონდაო, არა და ჩემი წელიაო და ასე შემდეგ. ანუ ხშირი ტენდენცია ეგ რატომ ხდება ეს, ხო? როდესაც არის თქვენი ნიშნის წელი, თქვენი ნიშანი რო შემოდის, ხო?
ითვლება, რომ ის ზემოდან თქვენ უფრო გაკვირდებათ და თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ. ანუ შემდეგ წელს გველებს, ხო, გველის წელში დაბადებულ ადამიანებს უფრო მეტი მოეთხოვებათ გველისგან. გველი მათ განსაკუთრებით მკაცრად შეამოწმებს. რამდენად სწორედ ცხოვრობენ კარმულად, რამდენად ასრულებენ თავის კარმულ მისიას, რამდენად იყენებენ იმ პოტენციალს, რაც აქვთ და იმ შანსებს, რა შანსებსაც გაძლევს ცხოვრება, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გაითვალისწინოთ, რომ მაინც დიდი მოლოდინები არ გქონდეთ, რომ მარტივ და მსუბუქი წელი იქნება, ვინაიდან თქვენ ხართ გველის წელში დაბადებული. არა. გამოწვევები თქვენთვის იქნება აუცილებლად. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ და ზოგადად სიმსუბუქეზე შემდეგი წლის ვერც ვისაუბრებ. ისეთი ენერგიები შემოდის, ხო, ცხრიანია, შემდეგი წელი და არის მარსი და ლოკალურად ომების და ბრძოლის წელია შემდეგი საერთოდ და ვერ ვიტყვით, რომ მსუბუქი წელია. არ არის მსუბუქი წელი. საბოლოო ჯამში დიდი გამოწვევები იქნება ყველასთვის შემდეგი წელი. ნამდვილად. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში რა პოლიტიკური დაპირისპირებებიც ჰქონდა, ხო, ეს ომები, აი თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი, დიდი შანსია, რომ შემდეგ წლის ბოლომდე, აი შემდეგი წლის ბოლომდე დასრულდეს უკვე, რომ მოილაპარაკონ, იმიტომ რომ რეალურად გველს რა პლუსი აქვს, რომ გველს აქვს ეს ეშმაკობა, აქვს ეს დიპლომატია, შეუძლია მაინც, რომ აი უკვე დიდი ხანი რაც მიდის პროცესები ეგ დაასრულოს და ვინედან ცხრიანის წელია, ხო, ცხრიანის წელი ჩვენ ხო ვთქვით, რომ ასრულებს იმ პროცესებს, რაც დაწყებულია დიდი ხნის წინ. ამიტომ ვფიქრობ, რომ კი საშიშროება არის ახალი ომების, მაგრამ ის ძველის დასრულების შანსიც გვაქვს. შემდეგ წელს დიდი შანსია. რომ ვთქვათ, მოლაპარაკდნენ, გაიყონ ტერიტორიები და მაინც დასრულდეს, ხო, რომ აი არ გაგრძელდეს უკვე, ხო, ანუ ეს უსასრულო დრო არის ამდენი წელი. ამიტომ შემდეგი წელი 2025 ლოგიკურ დასასრულს მოიტანს ძალიან ბევრი გაწელილი პროცესების და ესეც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ ამას აქვს თავისი დადებითი მხარეებიც რეალურად. თან თქვენს კითხვებს ვნახავ, მეგობრებო. კი ბატონო. ხო, აი ქალწულებზე ვნახე კითხვა. ხო, მოკლედ დასავლური გამოთვლების მიხედვით, მეგობრებო, ხო, დასავლური ასტროლოგიის გამოთვლების მიხედვით. ჩვენ იანვარში, კერძოდ იანვრის ბოლოს, აი 25-დან გვაქვს კარმული კვანძების ცვლილება და ეს აღმავალი კარმული კვანძი რახუ შევალ თევზებში და აღმავალი ქალწულში, რაც ავტომატურად მოიტანს კარმული კვანძების, ანუ კარმული სცენარების ცვლილებას. ვერძებს საკმაოდ რთული წელი ჰქონდათ რეალურად და სასწორებსაც, ხო? იმიტომ რომ ეს კარმული კვანძები ჰქონდა, ვერძის სასწორის კარმული კვანძი, დაბნელებები ამ ნიშნებზე და პლუს შავი მთვარე სასწორში. შემდეგ წელს მოკლედ იცვლება ეს ტენდენცია და ვერძებისთვის აღარ იქნება ისეთი რთული წელი, როგორიც გქონდა არც სასწორებისთვის. ანუ სასწორებს კიდე ცოტა ხანი გაძლება მოუწევთ, იმიტომ რომ მარტის ბოლომდე შავი მთვარე სასწორშია მაინც, მაგრამ მერე უფრო კარგი წელი იქნება ვერძებისთვის და სასწორებისთვის ვიდრე წინა ორი. იმიტომ რომ ეს კარმული პერიოდი და სერიოზული კარმული გარდატეხა ჰქონდათ ვერძებს და სასწორებს. ეხლა კარმულად გადამტეხი პერიოდი დაიწყებათ თევზებს და ქალწულებს და გარკვეულწილად ეს მერე შეეხება მშვიდოსნებს და ტყუპებს, აი განსაკუთრებით გაზაფხული შემოდგომის პერიოდი, აი დაბნელებები რო გვექნება, ხო? და ზოგადად მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მარტის თვე, შემდეგი წლის მარტის თვე არის თვე, წინასწარ ვამბობ, რომ არაფერი არ უნდა დაგეგმოთ, არც ოპერაცია, არც სერიოზული შენაძენები. უმჯობესია, რომ გამოტოვოთ ეგ თვე საერთოდ მშვიდად და წყნარად თქვენთვის ესე დაცულად გაიაროთ. იმიტომ რომ თან დაბნელებები გვაქვს მარტში, ხო? თან პლუს ნეპტუნი ხო შეიცვლის ნიშანს, ხო, ეს უზენაესი პლანეტა გადავა ვერძში. და პლუს ლილიტი შავი მთვარე შევა მორიელში, რაც არის
ლილიტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდებარეობა. ამიტომ სამი უნიშნულოვანესი ასტროლოგიური მოვლენა იქნება მარტში და მე მაინც გირჩევთ თან აი იმ პერიოდიდან ხო უკვე აპრილის დასაწყისამდე გვაქვს თან მერკურის რეტროგრადულობაც მაგაზე მე ცალკე კიდე ჩავწერ პროგნოზს და გაგაფრთხილებთ მაგრამ წინასწარ ვამბობ რამე მნიშვნელოვან ოპერაციას თუ გეგმავთ შემდეგ წელს ხო მარტის თვე ამოშალეთ უმჯობესია არაფერი არ გაიგეთოთ მარტში და ზოგადად დაუშვათ აი საკეისროს თარიღის ან დაოჯახების თარიღის ან ოპერაციის თარიღის ან ბიზნესის წამოწყების თარიღის აი მნიშვნელოვანი თარიღების გამოთვლა თუ გაინტერესებთ ჩვენ გვაქვს ეგ სერვისი თარიღის გამოთვლა ქვია ასე დევს კიდეც ჩამონათვალი წესით სერვისები ჩვენ გვერდზე მაგრამ თუ ვერ ნახავთ შეგიძლიათ მოგწეროთ და ადმინები ჩაგიგდებენ მთლიან ჩამონათვალს ასე სერვისების და რამე ტერმინი გაუგებარი თუ იქნება შეგიძლიათ კითხოთ და ჩვეულებრივად აგიხსნიან, ხო? ეგ სერვისი ჩვენ გვაქვს და სხვადასხვა მეგობრებო, ასეთი საახალწლო სიურპრიზი რომ იანვრამდე გადავწიეთ და გვექნება ფასდაკლებები 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე, ესე იგი კონსულტაცია, ბედის მატრიცის ანალიზი, პირადი რუკის ანალიზი, სინასტრია, ხო? ანუ შეთავსება პარტნიორთან ერთი წლის პროგნოზი, რაც საკმაოდ აქტუალურია ახლა, ხო? რომ გაიგოთ როგორი წელია თქვენთვის შემდეგი, ხო? ერთი წლის ტრანზიტული პროგნოზი, ერთი წლის პერსონალური კალენდარი დადებითი უარყოფითი დღეების ყველაფერზე გვექნება 40%-მდე ფასდაკლება გრძელდება იანვრის დასაწყისამდე. ამიტომ მოასწარით ეხლა შეკვეთა, თუ კონსულტაცია გინდათ ახალწლამდე ჩემთან, ჯერ კიდევ მაქვს ადგილები და შეგიძლიათ ჩაეწეროთ. ძირითადად ხო ეს ჩართვა ხდება ხოლმე WhatsApp-ით. ან WhatsApp-ით ვაკეთებთ ხოლმე, ან თუ თქვათ WhatsApp-ი არ გაქვთ, სხვა ალტერნატიული საშუალებებიც არის, მაგალითად Google Meet-ი ან Zoom-ით, თქვათ, ჩვეულებრივად ლინკს დააჭერთ და ისე შემოხვალთ, ხო? და თუ გინდათ კონსულტაცია ახალწლამდე, კი ბატონო, ჯერჯერობით შევსებული არ არის, მაქვს ადგილები და შეგიძლიათ ჩაეწეროთ. აი, კონსულტაციაზე ხშირად აინტერესებთ, რომ რა განიხილება, ანუ პირველ რიგში ეს არის თქვენი საშუალება, რომ მე გამესაუბროთ პირადად ონლაინ. და დამისვათ ის კითხვები, რაც დიდი ხნის განმავლობაში გაინტერესებდათ. ხო, აი, პროფესიონალურად განხილავთ თქვენი რუკის, რაზე გაქვთ სამუშაო, იქ ჯანმრთელობის ასპექტებსაც განვიხილავთ, კარმის დიაგნოსტიკა ხდება, პროგნოსტიკა და აი, ბევრი სხვა რამ. და იქ სინასტრიაც განიხილება, შეთავსება, თქვათ, პარტნიორთან თუ გაინტერესებდათ, თქვენი ახლობლების დაუშვათ პირადი რუკებით, მთავარია 1 საათში ჩაეტიოთ. თუ ბევრი კითხვა შეგვიძლია წინასწარ დავნიშნოთ 2 საათიანიც. ნუ მთავარია რომ გაგვაფრთხილოთ, რომ აი დავუშვათ მე მინდა 2 საათიანი და ნუ ფასიც სხვა იქნება, ხო? მაგრამ ეხლა 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს თუნდაც კონსულტაციაზე. ამიტომ ისარგებლეთ მეგობრებო ამ შანსით სანამ დროა. კი ბატონო. იმიტომ რომ ნუ გადავწყვეტთ რომ გადავწიოთ ახლა მაინც იანვრის დასაწყისამდე. ამიტომ ფაქტობრივად გამოდის რომ მთელი დეკემბრის თვე ასე ფასდაკლება გქონდა გვერდზე კი ბატონო. თან აი ამ სიტუაციიდან გამომდინარეც ახლა რაც ხდება ქვეყანაში. დავანთებ პალო-სანტოს ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია პალო-სანტო და ჩვენი დამამშვიდებელი ეთერ-ზეთი ასტროგურუს და ამის მარაგი დიდი ხანი არ მქონდა დაახლოებით 1 თვე და შეგვევსო ანუ ეს არის ჩვენი ასტროგურუს დამამშვიდებელი ეთერ-ზეთი აქვს შემადგენლობა ნატურალური 100%-ით ყვავილების პლუს ლავანდის ეთერ-ზეთია მეკობრებო და თან მოყვებასთი დოზატორი ხო რა აი თქვენ აი საკმაოდ ეკონომიურია და დიდი ხანი გეყოფათ აი 2-3 წვეთი მაჯაზე შევიზილავთ და აი მეცნიერულადაც კი დადასტურებული ფაქტია რომ ლავანდა ფსიქიკას ამშვიდებს ეხლა აი შეისუნთქავთ და აი ფსიქიკა მშვიდდება ისეთი შვენიერი აი თან ყვავილების თან პლუს ლავანდის ეთერზეთი აქვს ბუნებრივი და ეხლა გვაქვს მარაგში და კიდევ მინდა განახოთ ვინც არ იცის რომ ჩამოგვივიდა სეიჯები
მეგობრებო, სეიჯები გვაქვს ორ ფერში, ანუ ეს წითელი, ამ წითელ სეიჯს ხო, კიდე ქვია სალბი, შალფეი, იგივე სალბი. სეიჯი, მოკლედ, ეს არის მცენარეული საკმეველია, 100% ბუნებრივი არის, ნატურალური. და ხშირად ხმარობენ სხვადასხვა სახის ენერგეტიკული წმენდებისას. იმდენად ძლიერი გამწმენდი ეფექტი აქვს ნამდვილად და მრავალჯერადი გამოყენებისა, აი მინიმუმ, აი 4-5 თვე, როგორც მინიმუმ, აი ინტენსიური გამოყენების შემთხვევაშიც გეყოფათ, ისეთი ეკონომიურია. თან რომ დაანთებს თავისით ქრება, მერე. წითელი სეიჯი, რატომ არის მაგიური? გვიცავს ავი თვალისგან. თან ენერგიას წმინდავს. თან პლუს იზიდავს სიყვარულს. აი წითელ სეიჯს ქვია დრაკონის სისხლი და არის უიშვიათესი. იშვიათია და ჩვენც ლიმიტირებული რაოდენობით გვაქვს, ახლა რამდენიმე ცალი დაგვრჩა. რაც შეეხება თეთრს, აი ეს თეთრი კალიფორნიული კლასიკური სეიჯია. ეს ენერგეტიკას იდეალურად წმინდავს. ხო. ანუ დავიმახსოვრეთ ენერგიის წმენდა და ეს იცავს ავი თვალისგან და იზიდავს სიყვარულს. მშვენიერია. საერთოდ ორივეც რომ გქონდეთ და ორივე რომ დაანთოთ ასე საახალწლოდ იდეალურია. ანუ თან გაიწმინდებით, თან გაქვთ დაცვა ავი თვალისგან და თან დიდი შანსი რომ მოიზიდოთ სიყვარული, ხო? და სხვადასხვის შემდეგი წელი რომ მწვანე ფერის ხისტიქის გველის წელია, ზოგადად მწვანე ფერი არის კავშირში გულის ჩაკრასთან, ანაჰატასთან, ანაჰატას ფერია, მწვანე. და ეს ნიშნავს, რომ პირადი ურთიერთობების თემა შემდეგ წელს კვლავ აქტუალური იქნება. ანუ ბევრი ადამიანი დაოჯახდება. რატომ? იმიტომ რომ ეს ემოციური საკითხები, ეს ტრავმების დამუშავება, ეს პარტნიორული ურთიერთობების ჰარმონიზაცია, ეს თემები იყო წელსაც საკმაოდ აქტუალური. იმიტომ რომ ეს წელიც მწვანე ფერის გქონდა ხისტიქიის დრაკონის და შემდეგიც გვაქვს მწვანე ფერის ხისტიქიის გველის. ეს მწვანე ფერი სიყვარულთან არის კავშირში ჩაკრალურ სისტემაში, ხო? ეს არის ანაჰატა ჩაკრა. ამიტომ არის კავშირში ინტუიციასთანაც, არის კავშირში სასიყვარულო ურთიერთობებთანაც და ეს თემაც კვლავ აქტუალური იქნება შემდეგ წელს და ბევრი ადამიანი დაოჯახდება ნამდვილად შემდეგ წელს. კი ბატონო. კი ბატონო, ყავს მორიელს ლიტი ყავს სასწორში. აჰა. მორიელს ლილიტი აქვს სასწორშიო და ეს მდებარეობა უფრო კარმული და რთულია თუ როდესაც საინტერესო კითხვა. კი ხვდები, როდესაც ლილიტი არის ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ტრანზიტში, ხო? ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი არის ხოლმე მაინც ჩვენთვის, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმას, როდესაც ჩვენი ნატალური ლილიტი გვიბრუნდება. არა, ანუ დავუშვათ პირად რუგეშ თუ გაქვთ ლილიტი ლომში და დაგიბრუნდათ, ხო? აი ლილიტი გქონდა იმ პერიოდში 9 თვით ლომში, ეს უფრო მძიმე პერიოდი იქნება თქვენთვის, ვიდრე დავუშვათ ლილიტი რო იქნება უბრალოდ თქვენს მზის ნიშანში. ანუ რეალურად თუ ლილიტი სასწორში ჰყავს, გამოდის რომ ეხლა უფრო რთულ პერიოდს გადის, ვიდრე მაშინ, როდესაც აი მარტის ბოლოს შევა შავი მთვარე მორიელში. კი ბატონო. ქალწულზეო. თუ შეიძლება ქალწულზე ვისაუბრე, კარმულ კვანძებს რო შევეხე, დაღმავალი რომ ქალწულში შედის და ვთქვი ამ ნიშანზე შეგძლიათ გადაახვიოთ. ვთქვი უკვე, ანუ არ გამომიტოვებია. კი ბატონო. ტყუპებში ურანის გადასვლა. კი, მაგაზე ვსაუბრობ იმ პროგნოზში, რომ აიტვირთება ახლა ამ დღეებში. და ეხლაც ვიტყვი, კი ბატონო, ურანი შევა ტყუპებში, მეგობრებო, დიდი ხნის განმავლობაში გქონდა წლების განმავლობაში კუროში და მოკლედ რამ ხელა ეკონომიკური კრიზისი და
აი რესურსული დეფიციტი გამოიწვია, ხო, მსოფლიო მასშტაბით, ხო? კურო ხო რესურსებთან და ფულთან არის კავშირში და გამოიწვია ეს პრობლემები და მსგავსი ტრანზიტი გქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა, აი მაშინაც ხო გქონდა ეს რესურსული დეფიციტი და ეს ეკონომიკური კრიზისი მსგავსი გქონდა, კი. ეხლა მთავრდება. თან არ დაგვაუწყდეს, რომ ურანისთვის კურო არის დაცემა. ანუ კომფორტულად არ გზნობს კუროში თავს ურანი და უფრო ცუდად ვლინდებოდა ამის გამო. ეხლა ურანი შევა ჰაერის სტიქიაში და ურანის სტიქია ჰაერია ისედაც, ხო? ტყუპებში შევა. და უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. ეს მოხდება ივლისიდან შემდეგი წლის, ხო? რას მოიტანს? პირველ რიგში შეიცვლება მედია სფერო. ეს შეეხება მედიას, ჟურნალისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, განათლებას, ინფორმაციის მიღება, გადაცემას. ამ სფეროებში გვექნება რევოლუცია და სიახლეები. Know-how, ხო? ამ წლების განმავლობაში. არ დაგვაუწყდეს, რომ ურანი არის პლანეტა საკმაოდ ნელი და დეკადების განმავლობაში ერთნიშანში. ამიტომ ჩვენ ახლა არ გვეგონოს, რომ ეს know-how და ეს ცვლილებები მაინც იმ წელსვე იქნება. არა, უბრალოდ იმ წლიდან ჩაიშვება უკვე გარკვეული ცვლილებები მაგ მიმართულებით. მაგრამ ამ დეკადების განმავლობაში იქნება უამრავი ცვლილება. განსაკუთრებით ეს შეეხება ინფორმაციის მიღებას, გაცემას, კომუნიკაციას, სწავლას. და ტრანსპორტსაც სხვათა შორის, იმიტომ რომ ტყუპები არის რა მერკური არის რა ტრანსპორტი, ინფორმაცია, კომუნიკაცია, მედიაც, კი ბატონო. ამიტომ საერთოდ ახალ ფაქტობრივად ციფრულ ეპოქაში შევდივართ, მეგობრებო, ესე იგი ურანი შევა ტყუპებში, პლუტონი უკვე დაფუძნდა 2053 წლის ჩათვლით მერწყულში, ურანი ტყუპი, პლუტონი მერწყული. ანუ ეს არის აი როგორ ტექნოლოგიურ ეპოქაში შევდივართ საერთოდ, აი არ ვიცი, საოცარ ტექნოლოგიურ დროში შევდივართ ნამდვილად, ესე იგი ისეთ ეპოქაში, სადაც ადამიანის ინტელექტი და ცოდნა დაფასდება უფრო მეტად, ნამდვილად, ანუ აი ასეთ დროში შევდივართ. შემდეგი წლიდან. ამიტომ ვთქვი, რომ აი შემდეგი წელი ნამდვილად აი ნიადაგს ამზადებს მართლაც, რომ საერთოდ ახალ ეპოქაში შევიდეთ. და მე ვფიქრობ, აი ის დეკადები, აი რო გვექნება ურანი ტყუპებში, ხო, და ეს პლუტონი მერწყულში. საერთოდ ეს ჰოლოგრაფიული ჩართვები, ეს მარტივი და სწრაფი ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი აღარ იქნება მხოლოდ ფილმის სცენარი. ანუ ეს ტექნოლოგიები, ხო, ანუ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. ანუ ძალიან დიდ ტექნიკურ პროგრესში შევალთ და მაქსიმალურად აი უზენაესი პლანეტების ტრანზიტები გვიწყობს ამაში ხელს უკვე შემდეგი წლიდან. ну კი ვხედავთ უკვე რას ხდება, ხო, ეს ტესლას კომპანია და მოკლედ ილონ მასკი თავის რობოტებით და ყველანაირი ტექნიკით. ну კი ვხედავთ უკვე ამას, მაგრამ ეს არაფერი, ანუ რაც გველის ეგ სხვა განზომილებაა საერთოდ, მოკლედ ტრანზიტები რომ ნახოთ დარწმუნდებით. და ხო და ხშირად გვწერენ ხოლმე, რომ აი თქვენი პროდუქცია როგორ შეიძლება რომ შევიძინოთ. მეგობრებო, ჩვენ გვაქვს საკურიერო მომსახურება, რა თქმა უნდა საკურიეროს დაემატება, ხო? და ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ მოგაწოდოთ მისამართზე პრობლემა არ არის. ანუ იმისთვის თუ გინდათ რომ შეიძინოთ ან სეიჯები ვთქვათ, ან პალო-სანტო, ხო, ან ჩვენი ეთერზეთი დამამშვიდებელი, ხო, ამისთვის უნდა დატოვოთ კომენტარი, ან უმჯობესია რომ მოგწეროთ, რა ვთქვათ, რა პროდუქციით ხართ დაინტერესებული და შემდგომში ჩვეულებრივად გვაქვს საკურიერო საქართველოს მასშტაბით და უცხოეთშიც პოსტით ვგზავნით, ამიტომ პრობლემა არ არის მიწოდების მხრივ. კი ბატონო. გვიან შემოვედით, ხო, ვინც გვიან შემოხვედით, პრობლემა არ არის, მეგობრებო, საუბრობდით შემდეგი წლის ტენდენციებზე, როგორ შევხვდეთ ახალ წელს.
საქართველოს ვსაუბრობდით კი ბატონო, ამ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავთ და შემდგომში შეგეძლებათ რომ თავიდან ნახოთ. პრობლემა ნამდვილად არ არის მაგ მხრივ. აბა ვნახოთ რამე ხო არ გამოგვრჩა. ეხლა კომენტარებს ვნახულობ. და ხო მეგობრებო დღის რქებს ვულოცავ წინასწარ ზოგს და ზოგს მოგვიანებით დაბადების დღეს. ეხლა ნამდვილად აი დღის რქების პერიოდში ვართ, მზე დგას დღის რქაში. შრომის და დისციპლინის პერიოდია, თუმცა კლიმატიდან გამომდინარე კი ყველას გვეზარება, მაგრამ მაინც ეს მზე რო დღის რქაშია ხოლმე, მაინც აი ყველა ადამიანს აქვს რთული პერიოდი, რომ უწევს რაღაცების რეზიუმირება, შეჯამება, აი წლის შეჯამების თვეა ზოგადად დეკემბერი, ხო? და ესეთი რთული თვეა ხოლმე ნამდვილად, იმიტომ რომ აი მზეც რო დღის რქაში შედის, იმ პერიოდში მაინც ითვლება, რომ ხო მართავს დღის რქას სატურნი და ეს ხო არის კარმა. აი კარმული პერიოდია ხოლმე ძალიან. მაინც ეს პერიოდი, ის ტრანზიტი მზე რო დღის რქაში დგას. ხო და აი ეხლა უნდა ვთქვათ კიდევ რომ მერწყულებს და კირჩხიბებს ხო ეს ერთი თვე აქვთ ენერგიის დაგვეთების პერიოდი, ამიტომ მეტი უნდა დაისვენოთ კირჩხიბებო და მერწყულება ჯობია. იმიტომ რომ თქვენი იმუნიტეტიც დავარდნილია ეხლა ენერგოტონუსი დაეცა. განსაკუთრებით მერწყულების, იმიტომ რომ დაბადების დღემდე ერთი თვე ასე ხდება ხოლმე. ამიტომ მეტი დაისვენეთ მეგობრებო კირჩხიბებზე და მერწყულებზე მაქვს საუბარი ეხლა. და ეხლა მაინც ვენერა ხო, ეს ფინანსების და სიყვარულის პლანეტა გვაქვს მეგობრებო მერწყულში ტრანზიტულად. ამიტომ საბოლოო ჯამში ვისაც ვენერა გაქვთ პირად რუკაში ნახეთ, ვისაც ვენერა გაქვთ მერწყულში, კარგი პერიოდია ფინანსური დაბანდებებისთვის ან პირადი ურთიერთობების აი ჰარმონიზაციისთვის, ხო? და ისე მერწყულებისთვისაც ესეთი რომანტიული პერიოდია მაინც და ფინანსურად საკმაოდ კარგი ტრანზიტია მზით მერწყულებისთვის და ვენერა ვისაც აქვს კიდე მერწყულში და ის მთავარი პლანეტები, ხო? მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, ასცენდენტიც, ხო? ვისაც აქვს ფინანსურად და პირადი ურთიერთობების კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდია ნამდვილად ეხლა, იმიტომ რომ ვენერა გვაქვს მერწყულში. და გარკვეულწილად სხვა ჰაერის ნიშნებსაც ეხება, ის ასწორებს და ტყუპებსაც, პრინციპში წყალობს ეხლა ვენერა, ხო, სიყვარულის პლანეტა და ფინანსების. ეხლავე მეგობრებო, ჩამოვალ. რას ნიშნავს შავი მთვარის დაბრუნება? მაგალითად, მე მაქვს დღის რქაშიო და რას ნიშნავს? ხო, ნუ შავი მთვარე ისევე როგორც კარმული კვანძები პირად რუკაში გვიბრუნდება, ისევე როგორც სატურნი გვიბრუნდება ხოლმე და იუპიტერი. ანუ ზოგადად რა პერიოდშიც დავიბადეთ და რა ნიშანშიც იდგა მაშინ შავი მთვარე, ხო? ეს გვიბრუნდება მერე ციკლურად ცხოვრების განმავლობაში. აი, კონკრეტულად შავი მთვარე 9 წელიწადში ერთხელ ბრუნდება 9 თვით, ხო? აი და ესეც გასათვალისწინებელი პერიოდია, ანუ გარდამტეხი პერიოდია ხოლმე შავი მთვარე რო გვიბრუნდება ნამდვილად. თუმცა იქ მთლიანობაში თქვენი პირადი რუკის ტრანზიტებსაც გააჩნია. მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, აუცილებლად შევინახავთ ამ ლაივს, რომ ნახოთ კი ბატონო, საუბრობდით 31 დეკემბრის ახალმთვარეობაზე. მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა იქნება, ეს წელი თავდება და შემდეგი წელი იწყება აი ამ ახალმთვარეობით და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სწორედ შევხვდეთ აი ამ წლის ბოლო და შემდეგი წლის პირველ ახალმთვარეობას. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ფერი არის რა თქმა უნდა მწვანე. მწვანე, ყავისფერი და ნაცრისფერი. ეს ფერებია ძირითადი მაინც გველის წელის და ეს გაითვალისწინეთ. და
კიდევ მეგობრებო, ბევრი გვწერდა რომ გაგრძელდება თუ არაო ფასდაკლებაო, კი ბატონო, 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს ყველა ასტროლოგიურ და ნუმეროლოგიურ სერვისზე. მეგობრებო, ჩამონათვალეთ თუ გაინტერესებთ ჩვენს გვერდზე ცდებს, მაგრამ თუ ვერ ნახავთ, მოგწერეთ და ადმინები ჩაგიგდებენ ჩამონათვალს სერვისების და დაკლებულ ფასებს, მეგობრებო. აი, საჩუქარია ჩვენი გვერდისგან ფაქტობრივად, რომ იანვრის დაასაწყისამდე ვაგრძელებთ ამ აქციას, მეგობრებო. და მე გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, მეგობრებო და შევინახავ ამ ლაივს.